მომინატრე. მეც. კარგად ხარ? გუშინ არ გეჩხუბეს? არა. არ მეჩხუბეს. უცნაურია. ოჯახის წევრებმა არაფერი გითხრეს? იმ ბიჭმა პოლიციაში მიჩივლა. გუშინ გაყოფილებაში ვიყავი. განყოფილებაში? რამე დაგიშავეს? არა, კომისარმა რამდენიმე რჩევა მომცა და გამიშვა. კარგი. მითხრა თუ გინდა მივიდეთ და გოგო დავნიშნოთ. ძმას მე დაველაპარაკებიო. ჭუიდან შემშლიან. მაბადია. ყურადღებას ნუ მომაქცევ. ყოველთვის სხვის საქმეში ერევიან. მეც უთხარი. კომისარო, იმ გოგოს რაში ვჭირდები? როგორ უნდა ვარჩინო? თავადაც ხედავ რა მდგომარეობაში ვარ. ნუ თუ ოჯახი დამთანხმდება. მართლა რომ გინდოდეს რამეს მოიფიქრებდი. მაგრამ სულ წუწუნებ. როგორც კი ქორწინება ვახსენე. მაშინვე გაბრაზდა. რა თქმა უნდა, ქორწინება სერიოზული ნაბიჯია. ორი ადამიანი ერთად იწყებს ახალ ცხოვრებას. და ოჯახის წევრების აზრი მნიშვნელოვანია. ოჯახი ამის გარეშე არ იქმნება. რა თქმა უნდა, თან სადგოჩქარება. ახალგაზრდები ვართ. ნახოთ ცხოვრება, ყველაფერს გვაჩვენებს. თან ვალდებული სულაც არ ხარ. იმაზე გეუბნები, რაც გუშინ მოხდა. ეს ხომ მეც მინდოდა. ეს ნორმალურია. რა თქმა უნდა, ძვირფასო. ზრდასრული ადამიანები ვართ. ძალიან ლამაზი ხარ. წასვლის დროა. მეგობრები მელოდებიან. გამოცვლაც უნდა მოვაზრო. კარგი, არაფერს დაგაძალებ. თურმე ახალგაზრდაა. ჩემზე უკეთეს გოგო შეხვდები. რა საჭიროა ჩემთან დროის დაკარგვა?